რაღაც ხომ გვაქვს პროტესტის დროს არის აღმავალი ფაზა, მე რაღაც ხანდახან ჩავარდნები გვაქვს ხოლმე და რატომღაც დღეს დილით, როდესაც სახლიდან სამსახურში წამოვედი, მქონდა ყველაზე დეპრესიული დღე. არ ვიცი რატომ ხანდახან ჩვენს გვემართება და საღამოს, როდესაც მე ვნახე თქვენი პერფორმანსი, თქვენი აქცია და მანიფესტი, რომელიც იყო დაანონსებული, ჯერ ვიტირე ცხარეცრემლებით, ოღონდ მე არ ვიყავი მარტო და შემდეგ უცებ მივხვდი, რომ მთელი ენერგია, რაც მეგონა რომ დაკარგული მქონდა, ერთბაშად ამიფეთქდა. მადლობა თქვენ მინდა გითხრათ, გეუბნებით როგორც ერთი მოქალაქე. დოი, მოდით დათოს დაუსვამ თქვენი ნებართვით პირველ კითხვას, რომელმაც მითხრა რამდენი წელია გიცნობდა სად გინახევარ სტუდიაში მოსულიო. მაშინ ამას გკითხავ, რა მოგიყვანა ამდენი წლის შემდეგ სტუდიაში. პროტესტი აქამდე არ ნახული, საერთოდ არ ვაჭარბებ, როცა ამას ვამბობ, აქამდე არ გაგონილი პროტესტი ვნახეთ ჩვენ და გამოუგნებელი ისიც არის მთელი აი ამ საპროტესტო პროცესისა, რომ პირველ რიგში გახართ სწორედ თეატრალური სფეროს წარმომადგენლები და მათ შორის სხვადასხვა თაობის. მარტო ახალგაზრდა თაობის არა, ხო? შედარები დიდებიც. აი მითხარით, აბა. არ ვიცი, იცი რომ მაინც და მაინც არასდროს არ ყოფილვარ ეთერების ტრფიალი, არ მიყვარს ეს საქმე მაინც და მაინც, მაგრამ დღეს ამ სტუდიაში ვარ, იმიტომ რომ გაუსაძლისია, ჩემის აზრით, ეს სიჩუმე და სიყრუე, რომელიც მოდის პროკურატურისგან. გაუსაძლისია ეს აბსურდული ჯარიმები, ამდენი ხალხის დაკავება და უკვე აღარაფერს ვამბობ ამ დროზე, რომელიც მართლა სახეთ იქცა ამ ყველაფერს. ამიტომ ვარ დღეს მე სტუდიაში, რა ვიცი, სხვა რის გამო უნდა ვიყო? უნდა ვიყო იმისთვის, რომ გავერთიანდეთ და ახალი ენერგიით, ახალი ძალით, ძალიან მშვიდობიანად, რაც მნიშვნელობა აქვს. გავაკეთოთ ჩვენი საქმე. აქამდე თეატრი იყო გაჩერებული. ჩვენ უბრალოდ რაღაცა პროტესტის ფორმა გქონდა. დღეს თეატრი გადავიდა აქტიურ ფაზაში, რაც იყო ჩვენი მანიფესტი და ნელ-ნელა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე ჩემთვის, შემოგვიერთდებიან სხვა თეატრები. ისინი ჩვენზე ბევრად მაგრები არიან, ინგა დამიჯერე. ისეთი ახალგაზრდები მოდიან, რომ ცრემლები შეიძლება წამოგივიდნენ. ნამდვილი პროტესტი ალბათ მაგათგან უნდა ვისწავლოთ. აგერძის ერთი მათგანი და ამას წინათ წავიკითხე აკა მორჩილაძეს გენიალური ჩემთვის ძალიან მაგარი ამონარიდი თქვა რომ მე როგორ უნდა გავსაჯო ერეკლე მეფე როცა გახადეს მას 80 ჭრილობა ქონდა და მე არც ერთი ჭრილობა არ მაქვს მიღებულიო. მე როგორ უნდა ვილაპარაკო პროტესტზე, ორჯერ არის ნაჯდომი სიმართლისთვის ეს კაცი. გურამაც ხონაშვილზე საუბრობს ახლა დათო. ამიტომაც მე მგონია რომ ეხლა ჩვენ გავუმაგრებთ ზურგს ამ ახალგაზრდებს აუცილებლად და ნამდვილად გავიშლებთ ყველა რეგიონში მივალთ, აუცილებლად მივალთ. თეატრის ძალა ეს არის, იყოს დღეს, აქ და ახლა და დაელაპარაკოს თავის მაყურებელს. დაელაპარაკოს, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა ცვლის ყველაფერს, ცვლის და ძალიან ბევრი ვარ, ძალიან ბევრი. ვიცით რომ რეგიონებშიც არავის არ ესმის მათი, ჩამოვალთ, ზურგს გაგიმაგრებთ და ერთად ყველაფერს შევცვლით. ეს არის მთავარი.